დაიდო ახალი ვიდეო ცოტა სახზე. სიმართლე თქვა, ჩემს YouTube არხზე დაიდო ახალი ექსკურსიის ვლოგი საჩხერიდან ქალაქ ქარელამდე. ჩვენ მოვინახულეთ წვისი და ძამას ხეობა. მოკლედ დილით გავდით 8 საათზე. შემდეგ ბავშვებს ჩაეძინათ. პირველი წავედით ქოზიფას მამათა მონასტერში, სადაც გაგვიწვიმდა. მოკლედ ახლა გაგვიწვიმდა და ამიტომაც ცოტა ხანი და გავჩერდეთ. და მე გავაგზავნე ვლოგს. იქ ფეხით ასვლას აზრი აღარ ქონდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მანქანებში. ასე ვიყავი მანქანიდან გადმოკიდებული. და როგორც იქნა ამოვედით, დაგვხვდა ასეთი ლამაზი გარემო. ქოზიფას მამათა მონასტერში და ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ძამას ხეობაში მდებარეობს. კომპლექსი ზღვის ზონიდან 1400 მეტრზე მაღალ კლდოვან ფერდობზე და ხშირი ტყით გარშემოტყუნ ყუდრო ადგილასაა გაშენებული. ეს არის უძველესი სამონასტრო კერა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის 5 ტაძარსა და სამონასტრო ნაგებობას აერთიანებს. კომპლექსის ყველაზე ძველი ნაწილი მე-6 საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებში ქოზიფა უმნიშვნელოვანეს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც წიგნები იწერებოდა და ითარგმნებოდა. მონასტრის ეზოში შესვლისას უმთავრეს ყურადღებას იპყრობს იქ მდგარი უზარმაზარი საუკუნოვანი ხე. ეს დიდებული და მრავალწლოვანი ხე მონასტრის მკაცრ კლდოვან გარემოს საოცარ სიმყუდროვეს ძენს და კიდევ ერთხელ უსვას ხაზს ამ ადგილის სიძველესა და იდუმალებას. ახლა გაგაცნობთ ჩემ კლასელებს, რომლებიც ჩემს წინა ექსკურსიის ვლოგში არ ჩანდნენ. თუ არ გაქვთ ნახი, გადაცდა იყურეთ. ეს არის სანდრო, ეს დათო და ნიკა. ესეც ჩვენი ხვიჩა, კლასის კლოუნი. ახლა უკვე უკან ბრუნდებით. აი ასე ვარ გადმოყუდებული მანქანიდან და ვიღებ კადრებს. მოიცადე ესენი ვინები არიან? გავადიდოთ? კიდევ? აჰა, ეს არის ნინო, ხვიჩა და ნიკა. კარგი, გავაგრძელოთ გზა. ой, მუსიკა ეთერში. კარგი. როგორც იქნა მივახცეთ ავტობუსამდე და მე ძალიან მომშიგდა. ავტობუსიდან ჩამოვედი მჟავე წყლის ასავსებად, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე იყო. მოკლედ
ყველაზე გადასასვლელად იყო ხე მოჭრილი და ასრულებდა ხიდის ფუნქციას, მაგრამ ბავშვები არ გადაგვიშვეს, ამიტომაც ამირანმასწავლებლებს გადაუგდეთ ბოთლი. საბედნიეროდ მარტო არ ვიყავით და ჩემთან ერთად იყვნენ საბა, ნიკა და ბარბარე. როგორც იქნა მოვიდნენ და მე როგორც ჯელტმენმა გამოვართ ეს წყლები. აქ უკვე მოვედით, სად მოვედით და ჩვენ მოვედით ბერთუბის მამათა მონასტერში. ეს არის ჩვენი დამრიგებელი, მცირე მასწავლებელი, დაუწეროთ კომენტარებში გულები. სანამ მოგიყვებით ინფორმაციას, მანამდე გაგაცნობთ ამ ლამაზ გოგოებს. ესენი არიან ბარბარე, სალომე და ნინო. სხვათა შორის შაშან სალომე ჩემ ბლოგში არჩენდა და გამიბრაზდა ცოტა. რას სამცარებ ინფორმაციის მოყოლა დამაცდე. ესე იგი, ბერთუბნის მამათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ძამას ხეობის სიღრმეში მდებარეობს. ის ყინტვისისა და ქოზიფას მსგავსად ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული და მყუდრო იზოლირებულ ადგილასაა აშენებული. მონასტერი დაარსებულია ძველი შუა საუკუნეების ნასოფლარისა და ეკლესიის ბაზაზე. ნასოფლარსა და ძველ ტაძარს საუკუნეების განმავლობაში ბერთუბანს უწოდებდნენ. უახლოეს წარსულში ეს ადგილი სრულად აღდგა, გაცოცხლდა და დღეს აქ მოქმედი მამათა მონასტერია. და აქ ყავს მადონიკო. აქ უკვე ვართ იობ მრავალნებულის მონასტერში. შემდეგ წავედით ორთუფლის მამათა მონასტერში. აქ იყო ესეთი პატარა ხიდი, რომელიც არ ფუნქციონირებდა. აქ მივდივართ ყინტვისის მონასტერში, რომელიც გვეგონა ჩვენი ბოლო ლოკაცია, მაგრამ ასე არ იყო. აქ ყავს თეკლა, ბარბარე და მარიამი. უკვე მივედით. მაგრამ ამით არ დაგვიმთავრებია, ვაგრძელებთ ისევ გზას. აქ ისეთი ხედი დაგხვდა, რომ ნამდვილად ღირდა აქ ამოსვლა.
უკვე დავბრუნდით ავტობუსში და ბავშვებს კიდევ ჩაეძინათ, ამიტომაც მოგვიძება დავაპირეთ. The Bluetooth device is ready to pair. The Bluetooth device is connected successfully. შემდეგ გავჩერდით საჭმელად და სანამ საჭმელს გამზადებდნენ ჩვენ აქ ვერთობოდით. და ბოლოს ვჭამეთ. ასე რომ ეს ვიდეოც დამთავრდა, ასე მხრივად ჩაიარა ჩვენმა ექსკურსიის დღე და ნახვამდის. გამოიწერეთ ცოტეს ვლოგი. გასიმონ. ხოჭეთ. კაი. არა ვსა. თავიდან. კამერამენ თავიდან. თომ ახლა სიმართლე თქვა, ჩემს YouTube არხზე დაიდო ახალი ექსკურსიის ვლოგი საჩხერიდან ქალაქ ქარელამდე. ჩვენ მოვინახულეთ. ფრინტვისი და ძამას ხეობა. უყურეთ ბოლომდე და გამოიწერეთ არხი და ლაიქით. მეგობრებო, ბოდიშით რომ ავტობუსში ვიღებთ.